მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მონადირეებო და კეთილო ქართველებო ზოგადად. ეხლა ვიმყოფები ქუთაისთან ახლოს ერთ-ერთ ულამაზეს ბუნებაში. და მინდა ესეთი რაღაც აღვნიშნო. ამ ადგილას დაახლოებით 2-3 წელიწადია ვებრძვი მტაცებელს მე ჩემ მეგობრებთან ერთად. ასევე ჩართული არიან ხშირად ამ ლამაზი ტყიდან მტაცებლის ამოღებაში ჩემი უფროსი მეგობრებიც. ძალიან დიდი შრომა არის გაწეული ამ ტყის, ესე რომ ვთქვათ, მტაცებლიდან განთავისუფლებისგან, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყოველი ბუჩქის ქვეშ იწვა მტაცებელი. ტურების უდიდესი რაოდენობა იყო დილას, როდესაც სანადირო დამოვდიოდი მდევრების გასაშვებად. ფიზიკურად გზებზე მხვდებოდნენ და ვინც ამ ადგილს იცნობს ახლა ვიდეოდან, ამას დაადასტურებს ნებისმიერი მათგანი. როგორც იქნა, მივედით რაღაცა ზღვრული შედეგამდე, დაახლოებით ალბათ 10 ჯერ მაინც არის მინიმუმ შემცირებული აქ უკვე მტაცებელი ამ გაწეული რამოდენიმე წლიანი შრომის შედეგად და ვფიქრობ, ეხლა დადგა უკვე რაღაც განაშენიანების დროც თითოეული ჩვენთაგანს, რაც შეგვიძლია სულ ელემენტარული გავაკეთოთ ჩვენი დედაბუნებისთვის. ეხლა თქვენ ნახავთ ერთ-ერთ ძალიან კარგ ფაქტს, ძალიან ბედნიერი ვარ მე ამ ფაქტით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, განსაკუთრებით ცხოველთა დამცველებს, იმ მყარი, ეგრეთ რომ ვთქვათ, ამოღებული თან ლიცენზირებულად ნადირობის სწორად დაცვით ამოღებული მტაცებლების ფოტოებს და ვიდეოებს რო აფრიალებთ, არაერთ ჯგუფში დებთ, რა ვიცი, გლანძღავთ, წევლით, გვაგინებთ და 1000 კიდე რაღაცა სხვა უბედურება. ესეთი ფაქტები გააზიარეთ, ესეთი ფაქტები ანახეთ ქართველ ხალხს, ესეთი ფაქტები ანახეთ მომავალ თაობას. აძულებთ მონადირეებს და ნადირობას ზოგადად, ამ ტრადიციულ საქმეს, რასაც ჩვენი მამა-პაპა საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. ეს არის ქართველისთვის უდიდესი ხელოვნება, ჩვეულებრივი კულტურა არის, როგორც ნებისმიერი სხვა მრავალი დიდი კულტურა გაგვაჩნია ქართველებს. ეს ანახეთ მომავალ თაობას, ესე მოიქეცით. ზღურების დაცვით, ვადების დაცვით ნადირობა არის ერთ-ერთი უწმინდესი ხელოვნება. ასევე მინდა მეორე კატეგორიას გამოვეხმაურო იმ ხალხს, ვინც ფარით დადიხართ, ვინც ნადირობთ ფარით, არასწორად, პირდაპირ ესე ვიტყოდი, შეეშვით მაგ საქმეს და ნადირეთ სწორად. ესე ჩვენი დედაბუნება ჯერ გავანთავისუფლოთ მტაცებლებისგან, შემდეგ ხელი შეუწყოთ კეთილშობილი ნადირ-ფრინველის გამრავლებას და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან კარგი ფაქტი და ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ მე პირადადაც ამ ფაქტით. ამ ყუთში ყავს პატარა ბაჭია, რომელსაც ეხლა მე მარტო ვარ და ბოდიში ცოტა ისე მომიწია კამერის მოტრიალება შეიძლება კარგად არ ჩანს. დავაკაუშვებ ამ ლამაზ ადგილას. დადი, გაიქეცი. დადი. იმრავლე. დადი. გაიქცა. იმრავლოს.
ფაქტიურად წესით უნდა გადარჩეს, იმიტომ რომ აი ბოლო რამდენიმე ამოსვლა არის, აქ მდევრებით ამოვდივარ და ფიზიკურად პურა ვეღარ უნახე საერთოდ. არ არის განთავისუფლებული არის ბოლომდე, რითაც ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ. რაგე მშვიდობებით ვიცი, ერთ-ერთი ლამაზი და ბედნიერი დილა იქნება ეს ჩემს ცხოვრებაში.